ვაფასებთ თქვენს წვლილს ჩვენს ხალხებს შორის ძმური და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებასა და გამტკიცებაში. ამ სიტყვებით ულოცავს რუსეთის პატრიარქი ილია მეორის აღსახტრებიდან 48 წლის თავს. კირილი არ უთითებს ილია მეორის სრულ ტიტულს და მას არ იხსენიებს ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტად. იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს 31 და 32 წლის ახალგაზრდებს კოსმეტიკის ქურდობაში ედებათ ბრალი. მედიის ცნობით ორივე მათგანი წარსულში ნასამართლევია და ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ. პოლიციამ დაკავებულების ჩხრეკისას კოსმეტიკური პროდუქტის 188 შეკვრა იპოვა. საჰაერო იერიშები კიევსა და კიევის ოლქზე რუსები ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავენ. დედაქალაქში 8 ადამიანია დაშავებული. დრონებით იერიშის შედეგად სხვადასხვა ადგილზე ხანძარი გაჩნდა. პუტინისგან გსურს, რომ შეწყვიტოს უკრაინელებისა და რუსების ხოცვა, აცხადებს დონალდ ტრამპი და რუს კოლეგას ახსენებს, რომ ომი, რომელიც ერთ კვირაში უნდა მოეგო, მე-4 წელია გრძელდება. ტრამპი სამშვიდობო შეთანხმებას ითხოვს. ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტების მორიგი შეხვედრა ფლორიდაში ხვალისთვისაა დაანონსებული. უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი რუსი ოკუპანტებისგან გაწმინდეს. უკრაინული მედია წერს, რომ დეოკუპაციის ოპერაცია, რომელიც შემოდგომაზე დაიწყო, მე-20 არმიის მებრძოლების ძალისხმევით 100 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა.